ორსულობის სწორი მართვა ნიშნავს პროცესის დაწყებას ორსულობის ადრეული ეტაპისთანავე კვალიფიციურ მეაგინეკოლოგთან ერთად. პირველივე კვირაებში ექიმის ჩართულობა რამოდენიმე მიზანს ემსახურება. პირველი მათ შორის არის ორსულობის დადასტურება. მისი ვადა. ექიმი ამოწმებს, რომ ორსულობა საშვილოსნოს ღრუშია და შესაბამისად გამორიცხავს ექტოპიურ, ანუ ეგრეთ წოდებულ საშვილოსნოს გარე ორსულობას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ანუ იმ მაკროორგანიზმის, სადაც მომავალი ორსულობა უნდა განვითარდეს. არტერიული წნევის, ქრონიკული დაავადებების, სარძევე ჯირკვლების და ფარისებური ჯირკვლის მდგომარეობის შეფასება, ალერგიული სტატუსი. ექიმი ადგენს, იღებს თუ არა ორსული რაიმე მედიკამენტს, ან იღებდა თუ არა მას ჩასახვის პერიოდში. ნიშნავს შესაბამის კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს, საწყის ანალიზებს, რუტინულ სისხლის და შარდის საერთო ანალიზს, ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრას, რეზუს უარყოფითი სისხლის კუთვნილების დროს იკვლევს პარტნიორის ჯგუფსა და რეზუს, შესაბამის რეზუს ანტისხეულების განსაზღვრას ორსულობის სხვადასხვა ვადებზე, კოაგულაციურ ტესტებს, ჰორმონალური პროფილის გამოკვლევას და უფრო ღრმად ჩაშლილ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს საჭიროების შემთხვევაში. გასცემს ფოლიუმის მჟავის მიღების რეკომენდაციას ან აგრძელებს მას თუ ორსული მანამდე აღნიშნულ პრეპარატს იღებდა, ასევე ნიშნავს სხვა მიკროელემენტებს საჭიროების შემთხვევაში. განმარტავს და გასცემს რეკომენდაციებს ორსულის ცხოვრების წესის, ფიზიკური აქტივობის, მავნე ჩვევების, კვების თავისებურებების შესახებ, რაც ორსულმა ზედმიწევნით უნდა გაითვალისწინოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ორსულობის ანტენატალურ მეთვალყურეობაში იმ ორსულების გამოყოფა, რომლებიც მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს. ეს არის ასაკი, არტერიული ჰიპერტენზია, ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანამნეზის სკრუპულოზურად შეკრება. რისკის ჯგუფში შედის ის ქალი, სადაც წინა ორსულობა და მშობიარობა გართულდა, მაგალითად პრეეკლამსიით, არტერიული ჰიპერტენზიით, შაქრიანი დიაბეტით და ასე შემდეგ. სწორედ აღნიშნული რისკების დაზღვევა ანტენატალური მეთვალყურეობის მთავარი გამოწვევაა. გახსოვდეთ, რომ დროულად დაწყებული ორსულობის მეთვალყურეობა უზრუნველყოფს როგორც დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისე ნაყოფის ფიზიოლოგიურ განვითარებას.